ეს ბათუმის ეხოჭო და ეხო და რომ იქირავებს სამთის ხედი აქო და რა არის იცი ცოტა ისონი კი ამდის მაგრამ რა უშავს მაგითი აფია რა თოვლის ბაბუ გავაკეთეთ და დავიწყეთ სუღლუტი ცხვირზე სტაფილო მივადგით იმად გილას ხურუთი ჰიდაინანო გამარჯობა გილოცავ დამდეგ 2026 წელს ეს არის მემოფანის მეორე სეზონის პირველი გადაცემა მეგობრებო აუცილებლად შედით YouTube-ზე ჩაწერეთ მემოფანი და გამოიწერეთ ჩვენი არხი იმიტომ რომ არ გამოგჩეთ საინტერესო სიახლეები რომლებიც ამ სეზონზე გელოდებათ ასევე საინტერესო სიახლე ვართ ახალ სტუდიაში ეს არა მარტო ჩვენი გადაცემის სიმცირე არამედ პატარძლებისთვის ყველასთვის ვისაც გადაღება მოგწონთ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აი ამ გვერდზე და მოხვიდეთ და გადაიღოთ თქვენთვის საინტერესო კონტენტი არა მარტო ქორწილები დღევანდელ სპეციალურ ეპიზოდში გადავწყვიტეთ წარმოგვედგინათ თქვენთვის ჩვენი მემოფანის გადამღები ჯგუფი დღევანდელი ეპიზოდი იქნება გასვლითი ჩვენ ვეწვიეთ ერთ-ერთ კურორტს და ჩავწერეთ ძალიან კარგი და სახალისო გადაცემა დარჩით არხზე და ვნახოთ რა მოხდა გოდერძიზე დაიწყო ახალი სეზონი, ხო? დაიწყო სპეციალური ეპიზოდით რა, მოით გოდერძიზე. რომ გათხოვდება ბათუმში და მიადგებით ეგრევე Facebook-ზე გამოაჩენებთ. ამოით აგერიღეთ და დევით მე რა პრობლემა. აქ რომ მოთხოვს ხომ საერთოდ ზემოდან მეორე დღეს იახსი გდებს ასე, გიგე? და უფრო უკეთესი თოვლი აქვს. მაგრამ შეჭმას ნუ მეენდომებთ რომ ზოგჯერ ყვითელი თოვლია და აი არ შეაყოლოთ. სხვაგან რომ კაროჩე იციან თოვლის ბაბუი თოვლი. აქ ერთება თოვლის ბაბაი. ცხვირზე სტაფილოს ნაცვლად აქ ყურუთი. და გიდელი ახურია თავზე კიდე. მოკლედ ეს ბათუმის ეხოჭო და ეხო და მე რომ ფული არ მაქვს ვერ ვკატავ არა სავალდებულო რომ მაშურულო და ჯერ ფული არ მაქვს შეხედე რა ვიქირავ ამ ხელა გზაზე იცოდეთ რომ აქ ვარ თუ რამე მივიყინე და მოსატეხი დავჭი აქ დამეძებოთ ეს ბათუმის ნაძვის ხე კიდევ და კილოცავთ ახალ წელს მაგრამ რაცხა არ მომწონს გამხმარია კიდე მოდიშო და კიდე ვიცი ატრიალდე და ძამიაო და ატრიალდე და მე ჩემისე გადასაჭერინდა და ლახტის დადება არ ვიცი და კიდევ ეს ხელოვნური ვიცი ყვავილი ხელოვნური ნაძვის ხე ამა და დავადოა ბოლოს და მოკლედ ახლა სანამ მამან კიდე მამეიბინა და დამაწყვიტა ნერვები არ ვიცი ახლა ვინა მაგრამ შევალ ნახავ თუ რამე თოვლის ბაბუის ადგილზე დამდგეს გოდერძიზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო ახლა შევალ ცოტა გავთფები გავაგზელებ შიგნით თუ არა იმფერის იცივია რომ კაროჩე რა ვეგავძლებ შანსი არა ამფერია და რომ იქირავებს სამთის ხედი აქო და რა არის იცი ხო მართლა აქ თუ ამოხვა თვილად შეცვით და არხი გამეიწერეთ მემოფანი აუცილებლად აი წამოიტახე ეს რა ვიქირავე მე თუ ეს ხაზე იკანეთ აი გამოჩდება კიდე კაი სანტელი მაინც მოკლედ შიგნით ახლა ოდნავ განსხვავდება 1-2 გრადუსით ტემპერატურა განსხვავდება ისე მევძრე ხუდი რომ გეგონება სითბო იყოს არ ვიცი თბილად კი მაცვია ზურმე რატომ სათვალე რა თქინდა ოი რაღაცა მოკლედ სრიალებენ მაგლები და სრიალობენ ჩემ დროს საიყო თხილამურიო დავდებდით მაცივრის კარს და სრიალებდით და იხავი თხილამური ჩიმიქრა ოპა იმპერის იცივია რომ სანტელი ვერ უძლებს და ქრება თბილად კი მაცვია ესე დასაცმელზე მოგიყვებით ახლა ჯოგო მივედი სასრიალო დასაცმელი მინდოდა მე უგიტყე იმპერი პასებინი გევეი ზონზებში დეუზმანე იმპერი ზაკაიბო დასლაჟი ჩემეთია მაგრამ ცოტა ისონი კი ამდის მაგრამ რა უშავს მაგიოთი აფია რა სახალხოს უფრო დამომეწყო გევეი მეთქი პროდუქციას ხას ვიყიდე ჩუჩხელა ვიყიდე ნიგოზი არ აქვს სანთელი ვიყიდე ძაფი არ აქვს ხაჭაპური ვიყიდე ყველი არ აქვს ინდაური ვიყიდე გაპარსული არ აქვს რას ეწევით ამ ზაში რა იქნა რაც ხა ჩადებით ახლა პროდუქტი ცოტა ისე გააკეთეთ რომ გემრიელი იყოს ყველაფერი მე თუ ეგავაწყეს უფრო მივალ ვინმესთან შევჭამდა მაგრამ ახლა ახალ წელზე ჩემი აზრით ერთი დამატებითი კუჭიც და კონდეს მობმული და 2 წელი რომ გეყოს ერთს რომ ჭამთო არა აღარ ყოფნის ან ჯიბეში შევყრი და წამევხებ და რა პრობლემაა თო ჩვენ ნაძვის ხეები რა ძვირია ამდენი ფული მივე ნაძვის ხეში და თურმე მოდაში ყოფილა ახლა ბევრი ნატურა და კონდეს ნატურა ვიყიდე 900 მეტრო ნატურა ჯო დავახვიეთ ნატურები ნაძვის ხე რა გამოჩნდა ვაფშე რა აზრი ქონდა ნაძვის ხის ყიდვას ნატურები ეგრევე ხარანებია და იქნებოდა აი ნაძვის ხე თურმე ცუდი მხრიდან და კედელის ხარეს და დადგაო მე იმფერი ნაძვის ხე ავაწყე რომ ირგვლივ დამუშენო ყველა მხარეს კედელი მაშინ რამე აცეთი მხარე არ უარგა ნაძვის ხე იმ ხელად ვირიღის რომ 2 წლიანი განმადებით გამევიტანე ნაძვის ხეა ჯო და რამბავია მაგ ფასად ნატურის ხეს ვიყიდი ხოლმე და სურვილებს მაინც მისრულებდა ნატურებს ჯო და ნაძვის ხეა და რა თუნდა ამდენი ამ ლამპამ ჩაქრაე დღეს გონი რა თბილია ლამბი შუშე ჯო ამით გავთვევი დღეს ჰეჯო ვითხარ საჭმელი გეიჩიტა დღეს საჭმელი გეიჩიტა ესად მე ვეწევა ამ 2 კვადრატში ახლა ვერ მეკცევა ვერცად
მოკლედ თოვლის ბაბუო, ვის ჯერა თოვლის ბაბუი, ახლანდელ ბაღნებს თოვლის ბაბუსაც დააჯერებ. მისი ბაბუების არ ჯერავენ და თოვლის ბაბუს ჯერავს ვინმესო, კაი რა. ფეირვერკი მინდოდა საახალწლოდ, короче, მივერე ბაზრობაზე ფეირვერკი არ არისო. ფეირვერკი აყიდეთ, რომ ტაშტებზე ნუ გვაბრახუნებიათ ახლა 12 საათზე რა იქნა. короче, იმედი ახლა ჩემი სიგრძის კაცი აქ დაწვევა, ცოტა მეუკუნცხები და ისე დავწვევი და რა ვქნა. იმეყინა მე ხელები ბოლო და კაი, გადაცემა კაია მე მოფანი კაია, მაგრამ თუ გეუყვინე და აქ მოსატეხი დავჭი რა აზრი აქვს, ეს ანთე ეჭო ამანაც ჩაქრა ეხედავ. რამაზავს საწამოი, სადგი რა გინდოდა, წესული ყავი სახში და ბელას რომ ეიტეხავ კაცი რა. ამეიწერეთ მე მოფანი, უყურეთ ჩვენ ახს და რა ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. არის დედოთ კილოცავთ ახალ წელს რა ვასდე ეს წარით. უხტა. გამარჯობათ, ეს არის მე მოფანის მეორე სეზონის პირველი განაცემის სტუმრები. გილოცავთ ახალ წელს პირველ რიგში. Hello. მოკლედ, გამარჯობათ. ერთმანეთს მივესალმ, გამარჯობათ. ამდენი ხანია. მოკლედ დღეს ვიმყოფებით ირე-პალასში, გოდერძიზე, კურორტ გოდერძიზე, რომელიც მდებარეობს აჭარაში. გირჩევთ რომ ამოხვიდეთ. ჩვენ ამოვედით და აი დარწმუნებული ვარ რომ ისეთი კარგი გადაცემა ჩავწერეთ, ჯერ არ გასულა და კიდევ ვიცი რომ მაგარი გადაცემა გამოვა და რო გავა წარმოიდგინე. ჩვენ არ გასულა და ლაიქები აქვს. მოკლედ აუცილებლად შეგიძლიათ ნახოთ ირე-პალასი Facebook-ზე, Booking-ზე და ჯავშნოთ ამოხვიდეთ, დაისვენოთ იდეალური გარემოა დასვენებისთვისაც, გართობისთვისაც და სრიალისთვისაც. გოდერძი ახლა რო კარგი არის ყველაზე, აჭარელისგან მით უმეტეს მაგი და ითქვას აუცილებლად. მოკლედ ვეცადოთ რომ ვთქვათ, ანუ როგორ ჩაიარა ეს წელი, როგორ გავატარეთ 2025 და რას გეგმავთ მით უმეტეს მემოსთან ერთად 2026 წელს. ხოლე იგივეს დავატრიალებთ, გვექნება ხორცილები, გვექნება მე და დამეწყო ისე, ხო? ძალიან ძნელი დარჩა ახალი რაღაცების კეთება რა. ორი რო იცით, რა გავაკეთეთ? სტუდია. ხო, სტუდია გავაკეთეთ, ძალიან კარგი სტუდია და მომავალში დასვენებას ვაპირებთ, მხოლოდ გადადებებს და რა ვიცი, რა, უფრო კარგ, უფრო შემართებით მუშაობ. აპარატურების გავაახლეთ. კი, კიდე გავაახლებთ, ჯერ ბოლომდე არ გაგიახლებთ. პირველ რიგში ახალ წელს ვიწყებთ შემართებით, ახალი წელი როცა მოვა 2026 წელი. შესაბამისად მეტი დასვენების დრო და მქონდეს. მით უმეტეს ასეთ კურორტებზე უნდა ვიაროთ. არა მარტო გოდერძიზე, არამედ სხვა. ეს საზეიმოთ ვინა განთოში. საზეიმოდ. არ მქონდა სამწუხაროდ ვერავათავეთ ქუდი. და მოვედე როგორც როგორ მოგზო ჩემი ლუკი ავიტანი როლი კონდა აქ უნდა ყოფილი. ეს არის ჩვენი მოსიარული ნაწილი, მე მეგობრებო. საცხამო ვიდეო იქ გავაყარო. შე არა. ჩვენ დეკორაციები ვართ აქ. რას გადმოიტანთ ამ წელში გასული წლიდან? რა ისწავლეთ ისეთი, რასაც გადმოაკატავებდით ამ წელს? ცუდი წელი არ გქონდა. გასული წელი ცუდი არ იყო და შესაბამისად რაც ცუდი იყო დავტოვოთ და კაები გადმოვიტანოთ. ერთი არ გვეყოფა. მეტი ადგილი გვინდა. მეტი ადგილი. მოგესალმებით ყველას. გილოცავთ რამდენ ახალ წელს. თქვენც მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩვენო გუნდის წევრებო. ხო და რაც კითხვა შეეხება ახლა რამას, შენ კითხვას ძველი წლიდან, ანუ 2025 წლიდან გადმოვიტანდი ყველა იმ დადებით ემოციას, რაც იმ წელში მივიღე და მინდა რომ უკეთესი წელი მქონდეს 2026. კონკრეტულად რას გადმოვიტანდი? რავი, ალბათ აპარატს. ახალ კამერას გადმოვუყვეს. ხო და რაც ხო, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი პროფესია და ახალი რაღაცები დაიწყო და ამიტომაც ეგ არის ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი და მაგიტომაც წელს რატომ არ იმსახურებს საჩუქარს თოვლის ბაბუს? დავიწყო. ლაშასკოთა. არა, მაგის პროგრამაში მე მეხებაო ეგრევე. ასე ბიგიშვი. რატო აბა შენ გისმამა, რატომ არ იმსახურებს საჩუქარს წელს? საიდან დავგვიწყოთ? ანუ აღიარება დანაშაულის, ყველა აღიარება. ცოდვა ყველას გვაქვს ჩადენილი. ანუ რა შეცდომა და რაგანა შეცდომა რა ახლა რა? დაგვიანება, ვისა დაგვიანება? დაგვიანებას გამო, короче, შეიძლება საჩუქარი. დაგვიანება ერთი.
მოგეთ ეს არის ჩვენი გადაცემის მე-1000 საათი და ლაშამ დაასრულა ჩამოთლა თუ რატომ არის სახურებს საჩუქარს. როგორ მართლა ხუმრობ ლაშა არის ძალიან კარგი ბიჭი ხანდახან. ლაშას უნდა და იმისი თქმა რომ ძალიან ცდილობს და იმიტომ უშავდება. მეტალ კეთილია და დაშავება. ვინ რატო არ ემსახურებდი თოვლის ბაბუსკან საჩუქარს? ვიმსახურებდი, მაგრამ შენ რა იცი მე რომ არ შეიძლება არ ემსახურებდა მე ისეთი გააკეთე. ეხა არის შეცდომის აღიარების მომენტი. ანუ სოდვები რა გვა. რა დაუშვი შეცდომა რის გამოც არ ემსახურებს საჩუქარს. თოვლის ბაბუ რა რას ნებიტყვი როგორ თოვლის ბაბუ ამ ხელა გავხდი და უკვე არჯერ. ბოლო გავიზარდე და აღარჯერა და მაგის რომ არ მიხსოვს. ერთხელ ერთი დღე გადაღებაზე ვიყავით ოვაზიში და დრონით ფრინავდი და ირაკლი მითხრა არ იფრინო. კი აფრენილი ვარ უკვე აერთში ვიყავით. კაი დავჯდები თქო. და დაჯდა. ფსკერზე. ანუ თოვლის ბაბუს საჩუქარი ჩააგდო ზღვაში. ზღვას გაატანა. მე და ამის მერე ვიცი რომ ირაკლი არის თვალიცემია. თვალიცემია არა. აქ რამე საუდი დაადეთ. ანუ აი ხო ფრინავდა. და ერთი ჩაუვარე და ვეუბნები რომ აჩი მაგი გადავიღე უკვე ვიფრინებე. და ჩამოუვარე და გავხედე კიდე ფრინავს. აჩი შეყეზა და მეიყვანო რაღაც და დაჭექი. შემოვედი და გახედე ირაკლი. აი აღარ ფაქტობილი. თოვლის ბაბუს საჩუქარი. ირაკლი არის თვალიცემია. ირაკლი კაროჩი გორგზე ვიყავით მუზეუმთან რა, შეხვედრა ანალოგიურად აუფრინ დროინგს ახლა შეხვედრა უნდა გადავიღო ირაკლი მარგინა კამერით გადაიღო რა. ანუ შენ შეიძლება დრონი. არა რა სიძახი ის იყო რა ქვია. იქ ხეები რაცა ცოტა შესასწორებელი იყო რა გასაკეთებელი. შენი აზრია ბათუმის გამწვანება მიზრუნა რაღაცა? ნაშამბურნა. გამაჯილდოეთ და ეს რა იქნება კარგად შემოგიწრია ხეები. და რატო არ მსახურებდით ხა? საჩუქარს თოვლის ბაბუასგან. ყოველ ორშაბათს და ვიწყებს თორგვებას რა. ხო და მე სწავლებში ხარჯავ ფულს და არ მსახურებ მაგითვავით და იმედია 2026 წლიდან დავიწყებს თორგვებას. იმედია ლაპლანდიაშიც უყურებენ ამ გადაცემას და თოვლის ბაბუს ესმის ჩვენსაც. ხო. არა გაითვალა მაინც მეიტანს. იწერება იხა და ვეჭველი დავიწყებ რა 2026 წლიდან. პირობაა გადაცემაში. ყველამ დაიწყეთ მე მოგიწოდებ თქვენ. კი ბატონო. მე არ მიპასუხია კითხვის. ხო რა შენ? ხო შენ? ხო. მე რატომ არ ვიმსახურებ საჩუქარს? მე ვიმსახურებ არ მაქვს ასეთი მიზეზი რატომაც არ ვიმსახურებ საჩუქარს. ბიჭო არც მახსენდება. მე გეტყვი, მაგრამ თუ არ ვიმსახურებ. დაუდევრობა. ფეხი რატო დაიზია? ხო, ფეხი რატო დაიზია? ფეხი დავიზიანი. პირიქით მაგით მეკუთვნის. ანუ იმსახურებს საჩუქრებს, ოღონდ ვაშელი და ბანანი. და ბინტი. ანუ ვის ენდობით ChatGPT-ის გარდა? სპონსორი არ აქვს. ანა, ვისენდობი ChatGPT-ის. ხოლო ChatGPT-ის. ვის ენდობით ChatGPT-ის გარდა? ხოლო ChatGPT. ხოლო ChatGPT. ნახე როგორ ირაკლის არა? რაც ChatGPT მოაჩინე. ChatGPT-ის მე საკუთარ თავსაც აღარ ენდობა. აზარია. ო, გეტყვი, მასე არა აპრობლემა მას. აი გათამაშება არ უნდა თქვა. რა გათამაშება? თამაში რაც. მან იმას აი, რიცხვად ბონუს. თამაშობ. მაგის უბრალოდ. მაიამის მერე. მეგობრებო, რამაზე ათამაშებს თავის რედს, აბარა. მოსა ვერაფერში გამჩარდე. მოგლედ გადავედით შემდეგ ნაწილზე. ჩვენ მოვამზადეთ მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ მუსიკოსები, გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პატარა ჩანახატი, ეგრეთ წოდებული შაირი ქართული სიტყვა, ხო? შაირი შარაკუქალე. და მოვამზადეთ შაირები, რომლებსაც ახლა შეგისრულებთ. ლაშას მუსიკალური შვიდლედიათ ამთავრებული, ცნობილი ესტრადის ვარსკვლავი. მაგრამ ფილმაცნებში და ამ და ასევე არ ჩამოკრაჯერ ერთი წამით და შაირი ალბათ იცი რაც არის, არ დავიწყებ ახსნას და აქვე ვიწვევ ბაგრატ ქოქოლაძეს და მის სასტავს კი მიხდება ვიზეც ვამბობ
და ველოდებით თქვენგან მსგავს ვიდეოს. შეგიძლიათ თემატიკა თქვენ თვითონ შეარჩიოთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რაზე და ვიზე იმღერებთ. ჩვენ ამჟამად მოვამზადეთ საახალწლო და გოდერძის თემატიკა. ნუ ჩელენჯი მოკლედ გამოქნეულია. დავიწყეთ. გოდერძიზე რომ ამოხვალ ამოივლი აილებს სიმღერები არ ვიცი და მოგიყვებით შაირებს რომ აყვები საბაგიროს დაეშვები ლიჟებით ზოვლი კაი კურორტია 1000 რამეს ვიჯებით ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და ჰიდაინო ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და მოსრიალებ ტრასაზე და მუხში ცოტა მოვეშვი ევსკლი პარჭე აუფრინდი და გევე პეჭე თოლებში ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და ჰიდაინო ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და თოვლის ბაბუი გავაკეთეთ წაგვეყინა თითები საბაგირო თუ არ ჩეითო თავში მოხდა ლიჟები ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და ჰიდაინო ჰიდაინანი და თოვლის ბაბუ გავაკეთეთ და დავიწყეთ სუღლუტი ცხვირზე სტაფილო მივადგით იმ ადგილას ხურუთი ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და ჰიდაინო ჰიდაინანი და ჰიდაინანო გოდერძიზე თოვლი არის საბაგირო ტრიალებს სხვა კურორტებს თოვლი არ გაქვთ ტალახებში სრიალებს ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და ჰიდაინო ჰიდაინანო ჰიდაინო ჭკუას მატებს ყურუთი და კაიმაღია სუპერი ცოტა ბევრი თუ მოგივდა აფეთქება სულელი ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინო ჰიდაინანი და ჰიდაინანო ბორანო თუ არ გიყვარდა ხულოში რა გინდოდა ქალაქელი ბიჭი იყო გეზმიკის ер მირბოდა რატომ ჭამელობიო და ბევრი ცხელი ლავაში ეხლა დიდი ზორი გაქვს და სუნსაყენებს შარვალში გაგუდული მთრალი ხარ და დალე ვარ გწოდნია გარეთ -9 არის და +20 გონია ხარ ჩემი გულები და ჩემი სულის ფუღურო ბარემ ინტერნეტში ხარ და მე მოფანს დაუყურო ეხლა მორჩა შაირები კარგა ყოლა ვიმღერე ზოვლი მაინც გვიყურებდა ბარემ გამოგვიწერე ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და ჰიდაინო ჰიდაინანი და ჰიდაინანო ბათუმში რომ ნაძვის ხეა წინავს პოლნი პაკეტია აბა ბაბუ შე რა სიტყვი რაცა პატენტია ჰიდაინანი და ჰიდაინანო ჰიდაინანი და ჰიდაინო ბრავო ჩვენ ბევრი ვეცადეთ და სიმღერაშიო ჩავხე ყველაზე ცუდად რიტაინანი გამოგვიყვება მაგაში ძლიერები ვიყავით და ჰიდაინანი მოკლედ გამოწვევა გამოგზავნილია ნასტყორცნია და ველოდებით პასუხს. ასევე თუ გაქვთ სურვილი რომ ვინმე თქვენთვის სასურველი სტუმარი იყოს მემოფანში, მოვიწვიოთ. უნდა დაწეროთ კომენტარში ან მოგწეროთ პირადში და გადავედით ჩვენ შემდეგ რუბრიკაზე, სადაც ეს ბრწყინვალე ადამიანები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. თუ როგორ განაწილებული იყო ჩვენი ეს გუნდები, ვიფიქრე რომ აი აქ როგორც ვზივართ, ეს შემთხვევითობით გადავნაწილდით. და მინდა უთხრა მერაბის და ირაკლის რომ აირჩიონ გუნდის წევრები და ანუ არჩევანი არადანის გამოდის რა. მიყევით აბა? მაგალითად დავიწყებ მარიდან. რადგან ჩემი ცოლია იყო. მეორეს ავირჩევ მარის. მეც მარის. მარები გადაანათ. მარის აჩიგოს რომ მარის. ოკე, ბევრი მარი. როს აჩიგოს ავირჩევ ჩემ გუჩი და 4-ეული ვიქნებით. აი მე ირაკლი ანა არი და ლაშა
კი ბატონო. დანარჩენი ჩვენ ვართ. ჩვენი გუნდის სახელები. ჩვენ დავირჩევთ ფიფკებს. 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 აჰა. იმედია ითოვებს. მარითოებს გავდრებით. თქვენ რო წამოდით ზეციდან ჩვენ გუნდი. გუნდი გუნდა. სახელები შევარჩიეთ, გუნდები ჩამოყალიბდა. ნუ მე მოვიფიქრე ამ ადამიანებს თამაშები. გასართობი თამაში, ბევრი არის, ცოტა სამი თამაში გვეყოფა. აბა წავედით, აი იქით არის, წავედით. წავედით შეჯიბრეთ. ჩვენ ერთად წავედით. გუნდის წევრებმა უკვე აირჩიეს ერთმანეთი, ასევე თამაშის წესებსაც თამაშის დასაწყისში მოგიყვებით, წავიდეთ და ვნახოთ აი ეს ხალხი რასაკეთებს აქ და ზოგადად როგორი რუბრიკა იქნება მემოფანის მომდევნო რუბრიკა, რომელსაც ქვია ხიარული პინგვინები. ნუ ამ ნაწილს მაინც. ხა აგიხსნი თამაშის წესებს. უნდა ააშენონ თოვლის ნებისმიერი ფორმის ფიგურა, ან თოვლის ბავუ, რაც უნდათ მოკლედ. ვისი შენობა ნაგებობაც უფრო მაღალი იქნება, გამარჯვებული იქნება ის გუნდი. როგორც ხედავთ, გუნდები უკვე მზად არიან, 3 წუთში უნდა შეძლონ გუნდებმა, რომ ააშენონ მაქსიმალური სიმაღლის თოვლის ნაგებობა მოკლედ. 3 2 დავიწყეთ. როგორც ხედავთ, შენებლობა აქტიურ ფაზაშია, არ გავს თქვენს მიერ შეტანილ ფულს, რომელიც ვინა არასდროს არ შენდება. აი ესეთი მშენებლები მე მიმართავ სამშენებლო კომპანიებს, რომ დაიქირავეთ. აი აქ იგი. რამდენი წუთია შეგმოხდეს? შენებლობა აქტიურ ფაზაშია. რომ მითხარ, გუნდი საკმაოდ დაწინაურდა. აი ეხლა ამ ეტაპზე დაახლოებით ერთნაირად მიდიან გუნდები. დარჩენის დროს ხედავთ ეკრანზე. ირაკლი მოიფიქრა რაღაც გრანდიოზული, გონი ბურჯ ხალიფას გადაასტრო. აი ეხლა თუ ეს არ დაინგრევა. აი როგორც ხედავთ ვაბანკზე წავიდნენ და თუ ეს დაიშალა, ეს გუნდი წაგებულია. ირაკლი მეორე გოდერძის კურორტის აშენებას აპირებს. როგორც ხედავთ, ერთი გუნდი დაწინაურდა, მაგრამ ჯერ საკმარისი დრო არის. აი ეს ძალიან სარისკო შენობა, ავარიულ შენობას გავს რაღაც ბათუმში. ანუ არის და მარცხნივით გავუკეთე. ბევრი დრო აღარ დარჩა, ძალიან ცოტა დრო დარჩა და როგორც ხედავთ, ბურჯ ხალიფას ალტერნატივა ააშენეს გოდერძიზე. ირეპალას გადაასტრო სიმაღლით. ფიფკი არ ნებდება და დასრულდა თამაში, მეგობრებო. დრო ამოიწურა. გაჩერდა მშენებლობა, შეჩერებულია თქვენ დაჯარიმდით ბერი სამსახურებისგან. ერთი საფთული ხელში ვიჭირე. როგორც ხედავთ, მეგობრებო, აშკარა უპირატესობაა თოვლის გუნდას შენობასთან და გამარჯვებული არის თოვლის გუნდა. აი ეს კი მათი შენობა. აი კი დამარცხებული გუნდი თოვლის ფიფკები. მეგობრებო, ძალიან ეცადეთ. შვედი თოვლის ბაბუ არის ბლატონო. ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა, მეგობრებო. სამწუხაროდ თამაშობთ მე ქვემოდან უმაგრებდი, ირაკლის მქონდა ზემოდან შენობებსაც გამდა და ასევე ყველა უმაგრებდით მხარს და იმიტომ გავიმარჯვეთ. სამშენებლო კომპანიებს შეშურდებოდათ ნახდათ. აბა ყველა ვანგრევთ თქვენ აშენებულ. არა, ის და ვანგრევა და მოჭერე. ჩვენი შემდეგი თამაში არის ციგებით რბოლა. არის ორი ციგა. გუნდის წევრებმა უნდა მიაწვენ ერთმანეთს და უნდა შემოკრუგონ ჯებირს, რომელიც იქ ქვემოთ დევს. ჯერ ორი ადამიანი აწვება, შემოკრუგავს, მოდის გუნდის შემდეგი ორი წევრი, ისევ ჯდება ციგაზე და აგრძელებთ ასე შეძიბდეთ. მოკლედ ბაკები გადავსებულია, გუნდები მზად არიან. 3 2 დავიძარით.
აქ პატარა ავარია მოგვიქცა მეგობრებო. ერთმანეთში ასდნენ. ფარი გუნდი მოძრა. დატოვა გუნდი დაწინაურდა. კარგია. წავიდა. ეხლა და ბიჭების გუნდი უკვე დაიძრა, სამწუხაროდ აქეთ ცოტა შეფერხება არის. ეს გუნდი დაიძრა. ის გუნდი უკვე გზაშია შემოკლუგვის ადგილას. ცოტა შორი გზით წავიდნენ ეს გუნდი. გუნდი წამოიყოლა გზაში თანაგუნდელის. აქეთ უკვე წყვილებმა დაიწყენ მოძრაობა. გუნდი კიდე დაკარგა მარი. აქეთმა გუნდმა უკვე შემოკლუგა. აქი ცოტა ხარვეზებია. მარის ცოტა მართვის ამბავში კატეგორია არ აქვს და აქეთ წავიდა მეორე წვილი უკვე. დაიძნა ანა და ირაკლი. მარი და მერაბი უკვე უკანა გზაზე არიან. იქეთა გუნდმა შემოკრუგა. გზაში არიან. დაიარა. აშკარა მეორე თამაშის გამარჯვებული გუნდი. ან ხო ეს სუბოქციონიანები არის. როგორი იყო აბა? ჩვენს გუნდს თავიდან კოჭებშივე ეთყობოდა რომ უპირატესობა ექნებოდა. და დამარცხებული გუნდი. ჩვენ უბრალოდ გუნდი იმის გამო ხო არ გააგდესო სიმძიმე დაკლებოდა. არც ვეღარ სუნთქავ ხალხს. არა ხდება იცი მარის მაგარი იყო. რა. არის ვერ მოვუყვი. სიგარ უხვევდა. როგორც ხედავთ გუნდები უკვე დგანან და შემდეგი თამაში არის აი ესეთი ნაგებობები ავაშენეთ ჭიქებისგან, რომელშიც თოვლია და გუნდები რიგრიგობით ესვრიან თოვლს, აი ამ სიშორიდან. არის თითო სროლა, მანძილი ერთი და იგივეა ობიექტამდე. როგორ განწყობაზე ხართ, მარი? რეალური. მიზანში კარგად ისვრი? აბა მარი შენ? მე ყოველთვის მიზანში ვარ. კარგი, გუნდები მზად არიან. 3, 2, 1. ლაშა და აჩი ისვრიან. ლაშა. ვირაკლი. მიდით ბიჭებო, მალე. ადამაგდენი. მარი. მიდი მარი. არა მალე მიდი. წინ არ მიხიდე. არის აქცია პირველი 3 ჭიქა. ბოლობდები სალო. განაგდეთ. ირა ახლოს მიდიხარ ძალიან თუ შეიძლება წინ არ მიხვიდეთ. როგორ შეიძლება წაგებული მონაწილე ასე მხიარბიდა. როგორც ხედავთ ყველაში კაც აქცია თოვლის გუნდამ, თოვლის ფიფქის ჭიქები კი ისევ დგას როგორც ავაწყეთ. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი შეჯიბრი 3 თამაშის ჯამში. გაიმარჯვა გუნდმა თოვლის გუნდა. ეხლა კი ჩვენი წაგებული გუნდი. დამარცხებულები. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. ელოფანი გილოცავდა ხალხს.